მოგესალმებით მეგობრებო, კი ვიცი, დიდი ხანი არ გვილაპარაკია, საკმაოდ დიდი პაუზა გამომივიდა არხზე, მაგრამ აი ესეთი უმშვენიერესი ამინდით და უმშვენიერესი ბაიკით ისევ დაგიბრუნდით. რა გვაქვს დღეს გეგმაში, ესე იგი, მივდივარ ერთ-ერთ ჩემ უსაყვარლეს გზაზე, რომელიც ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე რამოდენიმე კვირის წინ და აი ძალიან მაგარი გზაა, ახალი დაგებული, მშვენიერესი ხედებით და იმედია ჩემთან ერთად ისიამოვნებთ ამ გზაზე კატაობით. შევთავაზ ჩემ რამოდენიმე მეგობარს დღეს წამოსვლო ჩემთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ არავის არ სცალია საღამომდე და მეც ტყუილად აი ესეთი დღე რომ არ გამეფლანგა და სახში არ მჯდარიყავი და Xbox-ი არ მეთამაშა, არამე ეგეთი უაზრო, ისევ დავჯექი და გამოვედი და გადავწყვიტე მოკლედ მოვიარო ეს ჩემი საყვარელი გზა, წავიდე Kilder Water-ზე, ეს არის დიდი ტბა მთიან რეგიონში, ინგლისში, რომელიც არის ერთ-ერთი უმშვენიერესი ინგლისის ნაკრძალი, ერთ-ერთ ყველაზე ბნელ წერტილად მიიჩნევა ინგლისში და ობსერვატორიაა მთებში და დამჯერჯერმე ნამყოფი ვარ, მართალი გითხრათ, იქ ულამაზესი ადგილია, ღამის ცის სურათები მაქვს გადაღებული, განახებთ აუცილებლად, აი ძალიან მაგარი ადგილი არის. იქ გავივლი მოკლედ და შემდეგ ალბათ რაიც დავამთავრებ Wetland-ის მოტო შეხვედრით, სადაც ალბათ ჩემი რამოდენიმე მეგობარი მოახერხებს იმედია ჩამოსვლას და სულ ეს არის, ამით ალბათ დავამთავრებ დღეს. კარგით, მოდით, დროს ტყუილად ნუ გადავკარგავთ და შევუდგეთ რაიც, წავედით. ამის წინებზე suspension setup-ი გავაკეთე თავიდან და აი წარმოუდგენლად იმართება, იმაზე უკეთესად იმართება ვიდრე იყო. იმის და მიუხედავად რომ electronic suspension-ი მოტოციკლზე თავის შენსმაგივრად საქმეს აკეთებს. თვითონვე ეწყობა შენი ტარების მანერაზე, მაგრამ ამ ბაიკის შემთხვევაში rebound-ი და preload-ი adjustments აკეთებს თავისით, ანუ თავისით არეგულირებს, მაგრამ preload-ი, ანუ სიხისტე თქვენი ზამბარების თქვენ თვითონვე უნდა დაარეგულიროთ და ცოტა არ იყო როგორც საჭიროა, ასე რომ უკირკიტე 1-2 დღის წინ მარტო რთულია ამის გაკეთება აუცილებლად მეგობარი ან ვიღაც გჭირდება რომ გაზომოს სეგი მოტოციკლზე როდესაც ზიხართ რომ თქვენ წონაზე იყოს ეს ყველაფერი გათვლილი, ხო და ჩემ მეგობართან ერთად სეტაპი გავაკეთე და აი იმართება ოცნებასავით. ხანდახან ეს რანდევაუთი სწორი გზა მაგრა დასწორებს. ერთი წრე გავაკეთოთ რანდევაუთზე. რა შვება. როგორ მიყვარს ეს ბაიკი? რა თან ბოლომდე სახელურს არ ვხსნი. მე რო ბოლომდე ეს სახელური გავხსნა, როგორც ხედავთ. აი ნიშნის მიხედვით traction control-ი გათშულია, ერთადერთი რაც მუშაობს ამ ბაიკზე ახლა ელექტრონიკიდან არის ABS-ი, რომელიც არის დაყენებული track mode-ზე. და მაძლევს საშუალებას, რომ აი უკანა ბორბალი დავლოქო, როგორც ახლა ვქენი და პატარა სტოპიც რო გავაკეთო, თქვენ წარმოიდგინეთ, ასე რომ ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ საკმაოდ გავერთოთ გზებზე, ხელს არ გვიშლის, რომ ვილის გაკეთება თუ გვინდა, ან რამე ეგეთი, ანუ მხოლოდ შენ სახელური და ძრავი, всё, არაფერი. იმედია გადატვირთული არ იქნება ეს გზა, რომელზეც ვაპირებ დღეს ახლა კატაობას. როგორც წესი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ არის firm lane road-ი, ანუ ფერმებს შორის გზა არის და ძირითადად ტრაქტორები თუ მოძრაობს ხოლმე. ეგეც გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ ახლა ტრაქტორი, რომელიც მაგალითად მოძრაობს 20 კმ/სთ, 20 მილ/სთ და შენ რო გამოფრინდები 70-ით, ფრთხილად უნდა იყო. ყველაფერს უნდა ელოდე ამ გზაზე.
რაც კიდევ ერთ ხიბლს ძენს, ასე რომ ვთქვათ. აი, ესეც გზა. დიდი ხანი არა, რაც ეს აღმოვაჩინე და ზუსტად კიდე არ მახსოვს რა სად რა მოსახვევია, ასე რომ ხილო. აი ეს შემთხვევაში არ იცი. პორტვის იქით რა ხდება? ესეთი დაბალ მოსახვევი მახსოვს ის. დონეა. აკაკრა ხდება, ოპა. საკმაოდ კეთილი მოსახვევია. კარგი ხარ. დავე. დერენ. ოპა. ეს არ მახსოვს. აქ რა ხდება, არ მახსოვს უკვე. ოპა. აი. ოპა. ეს მოსახვევი არ მახსოვს. დიფია, ხო, დიფია, ოპა.
ყველაზე მაგარი არის რამე. ეხლა მე მგონი შეგვიძლია Kildare Water-ზე წასვლა. ოპა, ეს ამოდენა ხრეში რა ამბავი. ესეთი single lane road-ები მაგრად მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბაიკი ვეღარ უკაჩავს უკვე აქ, იმიტომ რომ აი გზის პირობების გამო აი მანადგურებს იმენა. Kawasaki Z1000 რომ ყავდა, მაინც რბილი suspension-ი ჰქონდა, ისიც არა იდეალური. Kawasaki-საც 120 მმ-იანი suspension-ი ჰქონდა წინ, მაგრამ უფრო რბილი setup-ი იყო რა. და მაინც უმკლავდებოდა ესეთ იმებს დანგრეულ გზას potholებს, მაგრამ ამის შემთხვევაში არა ეს. ამ ბაიკისთვის აშკარად არ არის. აქ გინდა აი რა ვიძახდი ხოლმე რომ აი რაღაც სუპერმოტო სტილში გინდა. აი უნდა ყავდეს რაღაც აი KTM SMT სტილში, ან Ducati ჰიპერმოტარდი, ან რაღაც აი მაგის მსგავსი დიდი suspension-ი რო აქვს და აი ამ ყველაფერს ვერ გზნობ როგორც ახლა მე აი პანჩურს მივტყავს ყოველ ამაღროჩოღრო გზაზე გადასვლის დროს. არა მაინც მიყვარს ეს გზები რა, რაღაცა ადრენალინს გაძლევს, როდესაც მიდიხარ და თან იდეა რა არის, რომ რაც უფრო ვიწროა გზა, მით უფრო გონია რომ უფრო სწრაფად მიდიხარ, აღქმა არის სხვანაირი და აი საერთოდ სხვანაირ შეგრძნებებს გაძლევს. მაგრამ აი ესეთი გზა არის, ესეთი ხრეში ყველგან ჩემი მეგობრის არ იყოს ტრიპში რო ვიყავით სამხრეთისკენ, დევონისკენ, მაშინ ამოტრიალდა აი წარმოუდგენლად სწრაფად. როგორც კი გადაიარა ერთ-ერთ აი მე მგონი მიწა იყო და ბალახი იზრდებოდა გზის შუაში და თან დილა იყო, ნაწვიმარი იყო თუ არა აღარ მახსოვს, მაგრამ დილა იყო და ნესტიანი იყო რა, ყველაფერი გზაც ნესტიანი იყო, მიწა და როგორც გადაიარა, ოდნავ ტორმუზი დაარტყა და ეგრევე დაწვა. ეს დაწვა და ჩემი მეგობარი, მეორე მეგობარი, რომელიც უკნიდან მისდევდა, ისიც ზედ მიყვა ეგრევე და მაგიტო ფრთხილად უნდა იყოთ ხოლმე ესეთ გზებზე. საქართველოში ალბათ ოხრად არის ესეთი გზები. და აი თუ დაინახავთ რაღაც ნაგავი რო ყრია გზის შუაში. ანუ გას ნუ გახსნით, ან ტორმუს ნუ დაარტყათ ეგრევე რა. ნელ-ნელა ესე გას აუშვით ხელი რომ უკანა ბორბალი არ მოგიცურდეთ. წინა ბორბალი არ მოგიცურდებათ, იმიტომ რომ ტორმუს თუ არ დააჭერთ ხელს, არ მოგიცურდებათ. და დაწვენილი თუ არ ყავთ, რა თქმა უნდა, ბაიკი. და არ მაგარი ადგილი. აი ესეთ გზებზე ფრთხილად უნდა იყოთ, ანუ გაურკვევლად რო აჭერ უბრალოდ და რომ მიდიხარ სისწრაფე და სისწრაფის გამო რა. ანახან აი ესეთი გზა არის რომ მოდიხარ და დედენდი არის და პროსტო cross road-ია, ანუ იყრება გზა და всё, გადიხარ ეგრევე გარეთ. რამდენჯერ ყოფილა რა ეს ზღვარზე დამიმუხრუჭებია, რასაც ქვია და მე ესე ვიფუზები რომ მეშინია უკვე უკნიდან ვინც მომდევდა ის არ დამეჯახოს. როგორც ჩემი ჯიგარი კალაბურთის მწვრთნელი მეტყოდა ხოლმე. ვარჯიშზე გააკეთე ის, რაც არ შეგიძლიაო და თამაშზე გააკეთე ის, რაც შეგიძლიაო. მოკლედ, იგივეა ამ შემთხვევაშიც. იმ გზებზე, როდესაც დადიხარ, რომლებიც არ იცი, სად რა მოსახვევია, ტრაკი უნდა დააყენო. ხო და, როდესაც იცი უკვე გზა, გაზაპირებული გაქვს, აი მაშინ უკვე შეგიძლია ცოტა იცუღლუტო. შევანელებთ, თორე ისე ჩემი ხმა არის მის ხოლმე. Kildare-ს რა უახლოვდები, აი ყოველ მეორე გზა არის აი ესეთი და ყოველი აჩქარება ბორცვზე რო გადადიხარ, ეგრევე გადადის ვილიში.
კი, ძალიან მაგარია, მაგრამ სახელურთან მეგობარი უნდა ვიყო, ანუ უნდა მეგობრობდე, რომ არა მოგაყირაოს, რასაც ქვია, იმიტომ რომ ძალიან მარტივია რომ ამოყირაოდე. როდესაც აი დაახლოებით 50 მილი-საათში მიდიხარ და ესეთ პორტს დაინახავ, ცოტა შეანელე რა, იმიტომ რომ არ იცი როგორ მოიქცევა მოტოციკლეტი გაზის გახსნის დროს მაგ შემთხვევაში. ეგრევე ცხვირი ეგრევე ზემოთ ამოდის, აი უპრობლემოდ. მოტოციკლეტს ტრაკი რო არ კონდეს, სულ 125 კუბიანი იყოს და 200 კილო იყოს, ეგეთ პორტზე რო გადადიხარ, მაინც აგიწევს ცხვირს რა, ის სხვა გზა არა. ხოდა ფრთხილად უნდა იყოთ. აი ამ შემთხვევაში ახლა კიდე ორჯერ უარესია, იმიტომ რომ crossroad-ია, აქედან რომ მე რომ მოუფრინავდე ახლა. ცხვირს ავაწევინებდი და ბაც! ეგრევე crossroad-ი. და ლოტარიაა უკვე რა. ან გადარჩები, ან არ გადარჩები. შეიძლება ვიღაცამ გაგჭრა შუაში. ან შენ გაჭრა ვიღაცა შუაში. როდესაც ხედავ აი ესეთი თავისუფალი გზა, არც ერთი გამოსახვევი არ არის არსაიდან, აი ესეთი მაგალითად. მაშინ კიდე შეიძლება რა თავისუფლება მისცე, რომ რაღაცა ცოტა იცუღლუტო, მაგრამ აი ხა ესეთ შემთხვევაში არ ვიცი ახლა უკვე საითმიდის. ნახე როგორ ამოწია ეგრევე ცხვირი და ბორცვია და იმის იქით უკვე ვეღარ ხედავ გზას აით უყვებს. რომ დაინახა უკვე რაც გინდა გააკეთე, მაგრამ სიჩქარე აუცილებლად უნდა დააგდო. აუ, იმენა ვაბოდებ ამ ბაიკის აჩქარებაზე რა. ახლა ვისაც არ უნდა კითხო რა. გამოცდილი რაიდერებიდან რა, სპორტ ბაიკებს შორის ყველაზე კაი ბაიკი რომელია გზაზე სატარებლად. განა ტრეკზე სატარებლად, ახლა ტრეკზე არც მე მაქვს ექსპერიენსი, მაგრამ გზაზე სატარებლად სპორტ ბაიკებს შორის ყველაზე აი ესეთი გამოსაყენებადი ძალის მქონე და აი ყველაზე ისეთი კარგი სატარებელი, კარგი მართვადობით, საკმარისი ძალით, აი რა ბაიკია, ყველა გეტყვის GSX-R 750. მართლა ძალიან მაგარი ბაიკია, ამის წინებზე ვატარე, მაგის ძველი მოდელი 2004-იანი ვატარე, მე მგონი, აღარ მახსოვს. ხო და მართლა ძალიან მაგარი ბაიკია. მაგაში 100%-იანი ვეთანხმები, იმიტომ რომ 130 ცხენის ძალაზე მეტი იდეაში ბაიკზე არ გჭირდება. აი ნეიკედი იქნება თუ სპორტი იქნება, აი ესეთ გზებზე რომ დინამიურად ბაიკი ატარო 120-130 ცხენის ძალაზე მეტი იდეაში არ გჭირდება, იმიტომ რომ ახლა კი მე თვითონ ახლა ვატრაკებ 180 ცხენის ძალიან ბაიკზე ვზივარ და გეუბნებით არ იყიდოთ მეთქი, მაგრამ I know what I'm talking about. არ არის საჭირო, მართლა არ არის საჭირო, მაგრამ ამ ბაიკის რა მომწონს კიდე რომ ანუ გიარინგი, სიჩქარეები, გადანაწილებული ისე იქცევა, როგორც თითქმის 750. შეიძლება ცოტათი უფრო გრძელი სიჩქარე კონდეს. ნუ პირველი რა თქმა უნდა GSX-R-ს გრძელი აქვს, რევავს უფრო მეტზე ვიდრე ეს დაახლოებით 11000 RPM-მდე ადის, ის ადის 14-მდე ალბათ, მაგრამ რას ვიძახი რომ ანუ სიჩქარისა და გიარის რეიშიო შეფარდება არის ძალიან მსგავსი, რაც ამ ბაიკს ხსნის აი ძალიან მაგარ ბაიკს გზაზე სატარებლად, აი ესეთ გზებზე სატარებლად. თან წარმოიდგინეთ GSX-R 750-ის გიარინგი, ანუ სიჩქარეების გადანაწილება და ამისი თორკი. ცხენის ძალას არ ვიძახი, თორკი. ამას აქვს 125 ნიუტონ-მეტრი თორკი ფაქტორიდან, რომელიც არის Aprilia Tuono V4 ფაქტორიზე უფრო მეტი. Aprilia Tuono-ს აქვს 123 ნიუტონ-მეტრი თორკი, წარმოიდგინეთ. აი ანადგურებს უკანა საბურავს. ყოველი მოსახვევის შემდეგ შეგიძლია ეგრევე ვილში ამოხვიდე, power wheel-ში ამოხვიდე. აი ძალიან მაგარი შეგრძნებაა ესეთი ძალა რო გაქვს და ხელს ქვეშ, მაგრამ აი უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ მაგრად იმართება ეს ბაიკი. ანუ ის არ არის, რომ მარტო აი როგორც ზოგიერთ naked bike-ზე რო არის, რომ აი წინა ბორბალს რო საერთოდ ვერ გრძნობ. არა, ამ ბორბალს, ამ ბაიკზე აი დამკვდარია გზაზე რა, ძალიან მაგარი suspension-ი აქვს. და გეომეტრია რა, ანუ ფრეიმი აქვს ისეთი, რომ აი ძალა თუ არა აქვს, ვილის გაკეთება ამ ბაიკებზე ასე თუ ისე არ არის ისეთი ადვილი, როგორც მაგალითად MT-ზე და MT-ზე და Suzuki-ებზე და ასე შემდეგ.
ძალიან ესეთი წინა აქვს წონა გადანაწილებული და გრადია მოსახვევებში რო შედიხარ. ლაპარაკში ნახე რომ შვენიერ ადგილას ამოვყავით თავი. ძალიან მაგარი. ოპა, ეს არის ვლოგერის თუ ვინ შემიყლევარ პირველი პრობლემა, ერთადერთი პირველი პრობლემა მე მგონი პუზები. რამდენჯერ მქონია რომ ესე ვიდეოს ვიწერ რაღაცას ლაპარაკობ და 9 საათი მივდივარ და შუა ლინზის შუაში არის პუზი დამკვდარი, რასაც ქვია და ვერაფერს ვერ ხედავ. რაც ვერ გაიქცევი ვერსან ახლა ყოველ ორ წუთში ნახდა ძალიან მიყვარხართ, მაგრამ თქვენთვის კონტენტის ჩასაწერად ყოველი 2 წამი მე ვერ გავჩერდები. ეს მისგან სიამოვნება მე უნდა მივიღო, აუცილებლად. სხვანაირად არა. ნახე რა გზაჩი. და ამაზე ვიძახი, როგორც მაგალითად მე-13 მივდივარ, გადავაგდოთ მე-13-ში და პატარა ბორცვია რა. როგორც გას საძლევ, ოპა! ხედავ როგორ ამოვიდა ველში. წარმოუდგენელია. ოპა. ესეთ დიფებზე ვიძახი. ისო ესეთი გზა არის. რაც მაგარია ძალიან, მაგრამ ხშირად აპასნია, ეხა როგორც ხედავთ, გზა იქითკენ მიდის და სიჩქარე უნდა დააგდო აშკარად. ან მოუხვიო ცოტა ეს. დავიდა. ოპა. მე-13 სიჩქარეში. არა, მარტო გაზით, არაფრის გარეშე. და გაზის ბოლომდე არ გამიხსნია, ოდნავ გავხსენი, რომ კუთხე ძალიან არ აწევინო, რომ არა მოკაყირაოს. ვა, ნახე რა მაგარი ადგილი. და ყველაზე კაი რაც არის კიდე რომ კიდე 40 წუთი მაქვს ასიარულო დარჩენილი სანამ კილდერამდე მივალ. რაც ძალიან მაგარია. რომ ესეთი გზები გრძელდება და გრძელდება რა. ოპა, ეს რა ხდება? ესეთი გზები გრძელდება და ბიჭები იძახიან ხოლმე რა. რომ წამოსადმე ევროპაში წავიდეთო და კი, ბაზარია მაგარია ევროპაშიც, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ გავარტყი ევროპას. უმშვენიერესი გზებია, იმის გამოკვლევას დასჭირდება ერთი ცხოვრება არ გეყოფა. ხო და განძრიეთ ერთი ადგილი ბიჭებო, წავიდეთ. სადმე, დავგეგმოთ. ამა თუ ყური. მე როგორ იფხანს ყელს. გვაფრთხილა კაცურმა კაცმა. აბა რა ხდება? იმედია არავინ არ ამოტრიალდა. როგორც ჩანს ვიღაცა ამოტრიალდა. რა კაი ამბავი. Okay. Is he all right? He's all right. Just got a bad shoulder. Right. Anything else that's sore at the minute? როგორც სახიან კარგად არისო. უბრალოდ ფეხის ტკივა ცოტა მოტეხილი არაა როგორც ჩანს. ასე რომ კარგად გადარჩა კიდე. მაგიტომაც არის რომ ეხა დემაგოგიას არ დავიწყებ რომ ხილად უნდა იარო და რაღაცა. ხანდახან მე თვითონ დეგენერატივით დავდივარ, მაგრამ მეთოდი უნდა გქონდეს რაღაცა რა, რომ არც სხვისი სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში, არც შენი რა. ეხა ვინც მოტოციკლებზე ვჯდებით რაღაცა წილი რისკი ვიცით რომ აღებული გვაქვს უკვე საკუთარ თავზე, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ხელი გვაქვს ჩაქნეული. ოჯახი გყავთ უკან უმეტესობას და თავს გაუფრთხილდით მოკლედ რა. როგორც ჩანს ერთ-ერთმა დაინახა რაც მოხდა,
მოპირისპირე მხრიდან მოტოციკლეტისტი მოდიოდაო და ერთმანეთს არიდეს თავიო, მაგრამ მოსახვევში ვეღარ დააწვინაო და გავიდა გარეთო რა. რაც ხშირია ეგეთებით. მაგიტომაც უნდა გქონდეთ მაქსიმალური კონტროლი თქვენი ბაიკის რა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ აი ძალიან ბევრი მინახავს წლები დადიან ბაიკებით, ძალიან გამოცდილი რაიდერები იდეაში, მაგრამ აი კაცი რომელიც კაცი ქალი 15 წელი ბაიკს ატარებს, მაგრამ არასდროს არ გამოდის იმ რაღაცა კომფორტის ზონიდან რა, ანუ ყოველთვის ატარებს აი ესე გასწორებული, ესეც კი რო არ აწვენს მოტოციკლეთს და ანუ რას გულისხმობ ამითი, რომ როდესაც კი კარგია ეგრე მოტოციკლის ტარება რაღაც ამბავში, რომ ფიქრობ სანამ იდიოტობას გააკეთებ რაღაცას, მაგრამ ხანდახან ცოტა სკილის ასამაღლებლად და თქვენი უნარების ასამაღლებლად უნდა ცოტა წაივარჯიშოთ ხოლმე კიდევაც. იმიტომ რომ აი ესეთ სიტუაციებში, როდესაც მაგალითად ვიღაცა გამოფრინდა მოსახვევში თქვენ მხარეს გადმოვიდა ან მოსახვევიდან ვიღაცამ გამოგიჭრათ ან ასე შემდეგ, უნდა გქონდეთ ისეთი იმის უნარი უნდა გქონდეთ, რომ შიში დაძლიოთ და ისევ თქვენი ცოდნა მოტოციკლის მანევრის გამოიყენოთ. იგივე თუ გახსოვთ ვიდეო რომ გავაკეთე დამუხრუჭებასთან დაკავშირებით, იგივეა ზუსტად ამ target locking-ის ამბავიც რა. როდესაც უკვე იცი რა უნდა გააკეთო და გაკეთებული გაქვს მილიონჯერ მოტოციკლის დაწვენას გულისხმობ მოსახვევის მიმართულებით. უკვე იქ აღარ დაიბნევი, იმ target locking-ს აღარ გააკეთებ. გასწორდა ბაიკი, ან გამოვიდა ვიღაცა მოსახვევიდან უხერხულად. პაც დააწვინე. Всё. მე არ ვიცახი ახლა რომ ყველაზე მართალი ვარ და ყველაზე გამოცდილი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ვიღაცა რაღაცას მეუბნება ჭკვიანურს თუ ვიძახის, უსმენ და ვაანალიზებ. ეხლა თუ იდიოტობას იძახის, რა თქმა უნდა, კაი ადგილას გაუშვებ რა, მაგრამ ისიც უნდა ისწავლოთ რა, ანუ კარგის და ცუდის გარჩევა. ეხლა ადამიანი, რომელსაც შეიძლება რაღაც გამოცდილება აქვს ტრეკზე და თქვენ რაღაცა იმებს გაძლევთ, მითითებებს გაძლევთ და გარიგებთ, რომ აი ესე უნდა გააკეთო და ისე გააკეთო, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტრეკი და გზა მაგრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, არაფერია თითქმის საერთო რა და აი უყურეთ, ნახსად გამოვიდა. ხო დაინახე. ხო და მე ხა რომ ნერვები ნავარჯიშები რო არ მქონდეს ეგრევე ერთი ადგილი შემეკუმშებოდა და გავიდოდი გზის გარეთ ან რაღაცა. ხო და ფრთხილად უნდა იყოთ რა. ხო და რას ვიძახდი, რომ ვიღაცა თუ გაძლევთ რაღაც რჩევას და კი შეიძლება კაი რაიდერად მიგაჩნიათ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რჩევა კარგია. ხამ კამერამ ხო რა. კამერას რას ვერჩი და ბუზებმა. შენ პატარა შოუ-ოფი გავაკეთოთ ბიჭებთან, ხო? Так, როგორც მახსოვს, ერთი ტურბაზასავით რაღაცა იყო აქ, რომ შეგიძლია შეხვიდა ყავადალიო. მე მგონი ეს არის. ეს არის? კი, ეს არის, მაგრამ გავიაროთ ცოტა და მე დავბრუნდები. ამაზე ადგილი. Havas jobi arame. ეს ადგილია ზუსტად.
ლინზა შესაძლელია უეჭველი. ოჰოჰო, აი ეს უკვე კადრია. მე უბრალოდ წყნარე მეგონა აქ. ბევრი ხალხი რო არ არის ადგილები ახლა, მაგრამ მისცენ და იქ მეყვარს ხალხი დაждდა. აჰა, ადგილები ყოფილა. შვენი. აი ჩემი მუზარადი რა დღეშია.